ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკის სამხედრო ხომალდზე წვრთნები ჩატარდა. შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდის Mount Whitney-ის ეკიპაჟის წევრები აჭარის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ანტიტერორისტულ წვრთნებს დილიდან უტარებდნენ. წვრთნების მონაწილეები რამდენიმე ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. ნაწილი ხანძარ საწინააღმდეგო მომზადებას გადიოდა, ნაწილი კი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს ეუფლებოდა. დღესვე შეხვედრა გაიმართა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. საღამოს 7-ის ნახევარზე კი პიაცაზე ჯაზის საღამო მოეწყობა. საღამოს ამერიკის ელჩიც დაესწრება. Mount Whitney სადაზვერვო მოწყობილობის ხომალდია, რომელსაც შეუძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მიიღოს და გადასცეს დიდი მოცულობის საიდუმლო ინფორმაცია. დილიდან სამუშაო ფორმაში ვარ. ვატარებთ წვრთნებს, რომ გაიზარდოს შრომის უნარიანობა, რათა დაეუფლონ იმ უნარჩვევებს, რაც სამხედრო გემის ეკიპაჟს სჭირდება. ჩვენ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავადასტუროთ ამერიკის ერთგულება ამ რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განსამტკიცებლად. სწავლებებს ვღებულობთ სამედიცინო განხრევ, ანუ ხომალდზე პირველად დახმარება, ადამიანი დაიჭრება რამე, პირველადი აღმოჩენა რა. ერთობლივ წვრთნებს გავდივარ და ძალიან სასიამოვნოა ჩვენ კოლეგებთან, ამერიკელებთან ჩვენი წვრთნების ჩატარება და მომავალში კიდე ვიმედოვნებთ, რომ კიდევ იქნება ასეთი ტიპის სწავლებები. ტრენინგის ფარგლებში კოლეგებს საფლაგმანო სწავლებასაც ვუტარებთ. მაგალითად, თუ კი ეს წითელი დროშა იქნება აღმართული, ეს იმას ნიშნავს, რომ ხომალდზე საშიში, ფეთქებადი ტვირთია და სიგარეტით მიახლოებაც საშიშია. თუ კი ეს ლურჯყვითელი დროშაა აღმართული, ეს იმას ნიშნავს, რომ გემზე საადარო სამუშაოები მიმდინარეობს და აუცილებელია ყველა საკომუნიკაციო საშუალება გამორთული კონდეთ, რადგან ჯანმრთელობისთვისაა საზიანო.